ყველა კრიზისი, რაც ცხოვრებაში არის, სინამდვილეში აქვს პოტენციალი, რომ გამოგაფხიზლოს. ყველა კრიზისა. ნებისმიერ კრიზისი, გინდა სამსახურიდან წამოსვლა, გინდა გაყრა, გინდა მეგობრის დაღუპვა, გინდა საყვარელი ძაღლის გარდაცვალებას. ნებისმიერ კრიზისს შეუძლია გამოგაფხიზლოს, მაგრამ ნახე ძილს რო შევადარო, ძალიან კაი მეტაფორა არის თვითონ ძილი. იმიტომ რომ მეც ვიღვიძებ ბევრჯერ, მაგრამ გადავბრუნდები და ვიძინებ. ანუ ასე რაღაცნაირად თითქოს მარტივად ცდილობს რომ გამოგაფხიზლოს, მაგრამ ძირითადი რეაქცია ამაზე არის გადავბრუნდე და დავიძინო. ამიტომ თუ ამას არ ნებდები, მაშინ შემომქმედი ჩვენში ეგრე დავარქვათ, მოგიფიქრებს ისეთ გამოცდილებას, რომლითაც ვეღარ დაიძინე. ნუ ჩემ შემთხვევაში ეს იყო ავადმყოფობა, რომელზედაც მე ვყვები წიგნში, მაგრამ საინტერესო არის ის, რომ არც ერთ ჩემ ახლობელ ადამიანს 10 კაცს აქვს ჩემნაირი დიაგნოზი. 10 კაცს. ჩემს გარშემო. გავრცელებული დიაგნოზია და მაგით. ამ 10 კაცმა გააგრძელა ეუთიროქსის დალევა, გადაბრუნდა და დაიძინა. მე დავიწყე ეუთიროქსის დალევა და ვეღარ დავიწყე.